ფილიმონის მიმართ. პავლე, ქრისტე იესოს პატიმარი და ძმა ტიმოთე, ფილიმონს, ჩვენს საყვარელსა და თანამშრომელს, და აპფიას, საყვარელ დას და არქიპოს, ჩვენს თანამებრძოლს და შენს საშინაო ეკლესიას. მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფლის იესო ქრისტესაგან. ვმადლობ ჩემს ღმერთს, ყოველთვის გიხსენებ ჩემს ლოცვებში, მესმის რა შენი სიყვარული და რწმენა, რომელიც შენ გააქვს უფლის იესოს და ყველა წმინდის მიმართ. რათა შენი რწმენის ზიარება გახდეს ქმედითი ყოველი კეთილის შემეცნებაში, რაც ჩვენშია ქრისტესათვის. ვინაიდან მე დიდი სიხარული და ნუგეში მქონდა შენ სიყვარულში, რადგან შენით გახალისდნენ წმინდათა გულები ძმაო. ამიტომ რა კი ქრისტეში მაქვს დიდი სითამამე, რომ გიბრძანო რაც ჯერ არს. სიყვარულით გთხოვ უფრო არავინმე სხვა, არამედ მე მოხუცებული პავლე, ახლა კი აგრეთვე ქრისტე იესოსთვის პატიმარი. გთხოვ ჩემს შვილ ონისიმოზე, რომელიც ვშვი ჩემს ბორკილებში. იგი ოდესღაც გამოუსადეგარი იყო შენთვის, ახლა კი შენთვისაც და ჩემთვისაც გამოსადეგია, რომელსაც გიბრუნებ. ხოლო შენ მიიღე იგი როგორც ჩემი გული. მინდოდა ჩემთან დამეყენებინა იგი, რათა შენ სმაგივრად ემსახურა ჩემთვის სახარების ბორკილებში. მაგრამ შენი თანხმობის გარეშე არაფრის გაკეთება არ ვინდომე, რათა შენი კეთილის საქმე ნაძალადევი კი არ ყოფილიყო, არამედ ნებაყოფლობითი. ვინაიდან იქნებ იმიტომ დაგშორდა დროებით, რომ სამუდამოდ მიგეღო იგი. უკვე არა როგორც მონა, არამედ მონაზე მეტი, საყვარელი ძმა, განსაკუთრებით ჩემთვის და მით უმეტეს შენთვის ხორციელადაც და უფალშიც. მას თუ თანაზიარად მიგაჩნი ვარ, მიიღე ის, ვითომც მე ვიყო. თუ რამე გაწყენინა ან მართებს, მე მომკითხე. მე, პავლემ, დავწერე ჩემი ხელით. მე გადავიხდი, რათა არ გითხრა, რომ შენ თავად მოვალე ხარ ჩემი. მაშასე ძმაო, ვიხარებდე შენგან უფალში, გაახალისე ჩემი გული ქრისტეში. შენი მორჩილების იმედით მოგწერე და ვიცი, რომ იმაზე მეცაც გააკეთებ, ვიდრე ვამბობ. იმავდროულად გამიმზადე ბინაც, ვინაიდან ვიმოდოვნებ, რომ თქვენი ლოცვით მოგეცემით თქვენ. მოგიკითხავენ შენ ეპაფრასი, ჩემი თანაპატიმარი ქრისტე იესოს გულისათვის, მარკოზი, არისტარქოსი, დემასი, ლუკა, ჩემი თანამშრომლები. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენ სულთან. ამინ.